მოლდოვაში რუსეთი დამარცხდა, მოსახლეობამ ევროპა კიდევ ერთხელ აირჩია. საპარლამენტო არჩევნებში მაია სანდუს პროევროპულმა პარტიამ გაიმარჯვა და საპარლამენტო უმრავლესობა მოიპოვა. ამ დროისთვის უკვე დათვლილია ხმების თითქმის 100%. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით სანდუს პროდასავლურმა მოქმედებისა და სოლიდარობის პარტიამ ხმების 50%-ზე მეტი მიიღო. მეორე ადგილზეა პრორუსული პატრიოტული საარჩევნო ბლოკი, მათ დათვლილი ხმების 24% აქვს. მოლდოვის საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობამ 51.9% შეადგინა. რამდენიმე დღის წინ ქვეყნის ხელისუფლება აქტიურად საუბრობდა საპარლამენტო არჩევნების პროცესში, რუსეთის ჩარევებზე, დეზინფორმაციის გავრცელებასა და ამომრჩევლების მოსყიდვაზე. ტრამპმა უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების განხორციელების უფლება მისცა. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა. კიტკელოგის თქმით, ამ გადაწყვეტილებას ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებიც უჭერენ მხარს. გასულ ღამეს უკრაინის არმიამ რუსეთში ბრიანსკის ოლქში მდებარე ელექტროქარხანაზე იერიში მიიტანა. ამ ეტაპზე უცნობი არასახეობის რაკეტა გამოიყენა უკრაინამ მისი საზღვრიდან 114 კილომეტრში მდებარე რუსული ობიექტის დასაბომბად, რომელიც ელექტრონულ საბრძოლო აღჭურვილობას აწარმოებს.